დღის მთავარი გამოშვებით პირდაპირ ეთერში მუშაობას განაგრძობს ტელეკომპანია კავკასიის საინფორმაციო სამსახური პროგრამით დღეს ახალ ამბებს თამარ კობახიძე გაგაცნობთ. საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ოფიციალური მოწვევა გაუგზავნა, როგორც საგარეო უწყებაში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ. მოწვევაში ხაზგასმულია საქართველოს სურვილი ქვეყანას საერთაშორისო დამკვირვებლები ეწვიან შეუზღუდავი რაოდენობით და რაც შეიძლება სწრაფად. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება ამერიკაც, როგორც დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიით, ისე საელჩოს პლატფორმის გამოყენებით. ელჩის ჯონ ბასის განცხადებით ამერიკას სურს საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ მაქსიმალურად თავისუფალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება კონკურენტულ გარემოში. ქვეყანაში როგორც საარჩევნო, ისე წინა საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას ითხოვენ ქართველი არასამთავრობოები. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის დავალებით ოფიციალური მოსაწვევი გაუგზავნა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და მიმართა თხოვნით, რომ მათ დამკვირვებლები გამოგზავნონ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და დაკვირვების განსახორციელებლად. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით ოფიციალური მოსაწვევი გაუგზავნა ქართულმა მხარემ წერილით 5 საერთაშორისო ორგანიზაციას, ელთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს, ევროსაბჭოს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართა. სერგი კაპანაძის განცხადებით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველო არჩევნებამდე 7 თვით ადრე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს იწვევს. ეს მოწვევა გაიგზავნა 7 თვით ადრე არჩევნებამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ პრაქტიკულად უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ამდენი ხნით ადრე ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების მოწვევა არჩევნებზე დასაკვირვებლად. ასევე ევროკავშირის მიმართეთ თხოვნით, რათა მან დააფინანსოს ისეთივე მედია მონიტორინგის პროექტი, რომელიც განხორციელდა საქართველოში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. ზოგადად მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა, რადგანაც მათ საშუალება ექნებათ დააკვირდნენ არჩევნებს და უზრუნველყონ ამ არჩევნების წინ მიმდინარე პროცესების ტრანსპარენტულობა. აღსანიშნავი არის ისიც, რომ ჩვენ 7 თვით ადრე ვიწვევთ ამ დამკვირვებლებს და რეალურად მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ ნებისმიერ დროს დაწყებული პრაქტიკულად დღეიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებამდე კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გაკეთდა. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დიდი დროა დარჩენილი, საქართველოს მთავრობა სურს მოიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლების საარჩევნო პროცესზე გრძელვადიანი დაკვირვების მიზნით. მანჩქალაძის თქმით, მთავრობის მიზანია საპარლამენტო არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალედ დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე არის გარკვეული დრო, საქართველოს მთავრობა სურს ახლა მოიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლების საარჩევნო პროცესებზე გრძელვადიანი დაკვირვების მიზნით. ჩვენი მიზანია საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში. დარწმუნებულები ვართ, რომ 2012 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები საქართველოში სრულად უპასუხებს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. საარჩევნო პროცესში გრძელვადიანი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელობაზე განცხადება დღეს საქართველოში ამერიკის ელჩმაც გააკეთა. ჯონ ბასის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება როგორც დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიით, ისე საელჩოს პლატფორმის გამოყენებით. ადრეც არაერთხელ განმეცხადებია, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ ამ საარჩევნო პროცესით და დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მაქსიმალურად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომელიც იქნება კონკურენტული გარემოთი წინა საარჩევნო პერიოდში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიაში მივიღებთ მონაწილეობას. ასევე საელჩოს პლატფორმის გამოყენებით ვიქნებით ჩართულების სადამკვირვებლო პროცესში იმისთვის, რომ ელთო და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ სადამკვირვებლო მისიებს, იყვნენ ინფორმირებულები მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენი მეწგვარდებს მთავრობის ის ინიციატივები, რომელსაც გამოხატავენ საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობასთან დაკავშირებით. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დამკვირვებლების ჩამოსვლას კამპანია ეშენგეხებას წევრები ითხოვდნენ. 82 არასამთავრობო ორგანიზაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას სხვადასხვა მისიების მოწვევასთან დაკავშირებით ოფიციალურად დაახლოებით 1 თვის წინ მიმართა. არასამთავრობოების უმრავლესობა მართველი გუნდის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს. ბოლო პერიოდში ჩვენი მოთხოვნა ზუსტად ეს იყო, რომ
ის ზეპირად გაცხადებული ნება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც რამდენჯერმე დაფიქსირდა ჯერ საქართველოს პარლამენტში მოგვიანებით ნატოში, ოფიციალურად ყოფილიყო ასახული და გაგზავნილიყო საერთაშორისო დამკვირვებლებთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ საარჩევნო პროცესები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად წინა საარჩევნო კამპანია არ არის დაწყებული და მე ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის იმისთვის, რომ ჩვენ მოგვიანებით ოქტომბერში ან არჩევნების შემდეგ გვქონდა სრული სურათი იმისა, იყო თუ არა საარჩევნო გარემო თანასწორი, თავისუფალი, ამის შესაფასებლად აუცილებელი არის, რომ ეხა მიმდინარე მოვლენებზეც ხდებოდეს დაკვირვება. რაც შეეძლო ხელისუფლებას გაეკეთებინა, ეს იყო გაეგზავნა მოწვევა ოფიციალური თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება მზადაა ასეთი მისიები მიიღოს საქართველოში. ეს გაკეთებულია და მართლაც გვინდა, რომ ამ საკითხის მნიშვნელოვნება არ შევამციროთ. თუმცა ეხლა რა თქმა უნდა უკვე საერთაშორისო ორგანიზაციების გადასაწყვეტია რა რესურს გამოყოფენ, რა დროით ჩამოვლენ და ასე შემდეგ. საარჩევნო კამპანია მოგეხსენებათ, რომ უკვე აქტიურ ფაზაშია შესული. ისევე როგორც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, როგორც წინა არჩევნებში ეხლაც. ამის გარდა კანონმდებლობა არის გამკაცრებელი და მისი ადმინისტრირება და ასევე პარტიების საქმიანობის მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს გვერდზე იყვნენ ის საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებიც ზოგადად ცნობილი არიან და საკმაოდ სწონიანი ხმაც აქვთ ამ საკითხებთან მიმართებაში. წინა საარჩევნო ვითარების მონიტორინგისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევასთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის დროს გააკეთა. მოგვიანებით კი 3 აპრილს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ 4 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მმართველ გუნდს პრეზიდენტის განცხადების სისრულეში მოყვანა კიდევ ერთხელ მოუწოდეს. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის ოფიციალური მოწვევა უკვე გაგზავნილია, თუმცა როდის და რა რაოდენობის დამკვირვებელი ჩამოვა საქართველოში ჯერჯერობით უცნობია.